Ბანტიკაშვილი გვერდობა პირდაპირ ეთერში ბატონ დავით ვიდრე პირველ შეკითხვას დაგისვამთ მინდა სუსის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული განცხადება წავიკითხო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება დაიწყო BBC-ს მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. გამოძიების მიზანია დეტალურად დადგინდეს რა ინფორმაციას ეყრდნობა BBC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები. მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია. დღის მდგომარეობით შემდგარ ფაქტად შეგვიძლია მივიჩნიოთ მხოლოდ ის, რომ ერთი მხრივ გავრცელებული მასალა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომელიც დადასტურების შემთხვევაში მიმართულია მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისკენ არსებითად არღვევს მათი და საზოგადოების კანონიერ ინტერესებს და მეორე მხრივ პირიქით შეიცავს იმ დანაშაულის ნიშნებს, რომელიც უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის საერთაშორისო იმიჯს, რეპუტაციას და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისკენ. შესაბამისად, გამოძიება დავიწყეთ სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319 მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. გამოძიება იმუშავებს ყველა მიმართულებით და შედეგების შესახებ საზოგადოებას პირველად მივაწვდით დეტალურ და ამომწურ პერიოდულად მივაწვდით დეტალურ და ამომწურავ ინფორმაციას ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ზოგადად როგორ შეაფასებდით ამ განცხადებას და მიუხედავად იმისა, რომ თქვენც არ ეთანხმებით ამ სტატიას, მეტიც აპირებთ, რომ იჩივლოთ საერთაშორისო სასამართლოებში, რა პოლიტიკური შედეგი ექნება, როგორ ფიქრობთ ამ ყველაფერს და რაზე იყო გათვლილი ეს სტატია თქვენი აზრით? პირველ რიგში შევაფასოთ სუსის მიერ გავრცელებული განცხადება. ნატა, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მოწვევისთვის. რაღაც სისულელის და არაადეკვატურობის ზღვარი აქამდე რო გვეგონა რომ არსებობს, მას მერე რაც BBC-მა ეს სრულიად აბსურდული და წარმოუდგენელი შინაარსის რაღაცა განცხადებები გაკეთდა ამ არხზე, ჩვენ მივხვდით, რომ ეს ზღვარი ელემენტარულად თანამედროვე სამყაროში აღარ არსებობს. და აბსოლუტურად ყველაფრის დაბრალება და ყველაფერზე ხელის მოწერა შეუძლიათ საქართველოს ფარგლებში იმით რადიკალებს და საქართველოს ფარგლებს გარეთ კიდე იმ ძალებს, რომელსაც ჩვენ არაფორმალურ მმართველობით ძალებს იგივე deep state-ს ვეძახით. მე ვფიქრობ, რომ ამ არხს კიდე მოუწევს ბოდიშების მოხდა და კიდე მოუწევს არ ვიცი მე ხელმძღვანელების განთავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან თუ პროდიუსერების, იმიტომ რომ მსგავსი მასშტაბის ტყუილი დაბრალება, გაშავების მცდელობა, ეს ყველაფერი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს არც ერთ შემთხვევაში, ამიტომაც მზადდება სწორედ სარჩელი, ამიტომაც დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება, რაც თქვენ ჩაიკითხეთ ტექსტი, რომ დოკუმენტალურ მტკიცებულებით დონეზე დადასტურდეს აბსოლუტურად ყველაფერი და აი ამ ბრალდების გამავრცელებლებს სათანადოდ არგუმენტირებული პასუხი მიეცეს უკვე საგამოძიებო ორგანოებიდან. ეს არის ერთგვარი ნატა მე მახსენდება აი სააკაშვილი რო მორჩა დემენციისგან, რო განიკურნა დემენციისგან, აი დაახლოებით იმ შინაარსის თემაა. იმიტომ რომ დემენციისგან გაკურნება არავის წარმოუდგენია და ასევე არავის წარმოუდგენია და ვერავინ წარმოიდგენს კიდე იმას იმ სისულელეს, რაც BBC-ზე გაჟღერდა, დონალდ ტრამპს მოუხადა ამ არხმა მადლობა, ბოდიში უკაცრავად, შევიდა კიდეც იმ არხების სიაში, რომელიც ტყუილს და ფეიქს ავრცელებს, ახლა მოუწევთ მათ ბოდიშების მოხდა საქართველოსთან მიმართებით, თუ კი ელემენტარული პასუხისმგებლობა კიდე დარჩა ბუნებრივია ამას. ბატონ დავით, რატომ გარისკა, როგორ ფიქრობთ, BBC-ს მსგავსი დეზინფორმაციის ტირაჟირება? აი, ვის აწყობს ქვეყნის იმიჯის შელახვა? მსგავსი თავდასხმები ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენი ქვეყნის იმიჯზე, სუვერენიტეტზე და ასე შემდეგ პირველი არ არის ნატა ჩვენ გავახსოვს, როგორ კადრულობდნენ სხვადასხვა ევროპელი ჩინოსნები, სხვადასხვა დროს ისეთი ჩინოსნები და სხვადასხვა პირები, ზოგადად ისეთი ქმედების განხორციელებას, რაც სამარცხვინოსთან ერთად დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს, ხო? აი მე მავიხსენებ მაგალითად
პოლონელი ერთ-ერთი ექიმის მიერ ცდილობას სააკაშვილის პალატიდან დნმ-ის ნიმუშის გატანის, ხო? რისთვის იყო ეს გაკეთებული? იმისთვის, რომ ავტორიტეტი შეელახათ ჩვენი ქვეყნისთვის, ტყუილი ინფორმაცია გაევრცელებინათ, თითქოს ვინმე აწვალებს, აწამებს მიხეილ სააკაშვილს და ასე შემდეგ. აი ესეთი მცდელობები, ახლა ეს მცდელობა ჩვენ უკვე BBC ძალიან სამწუხაროა. აი უაღრესად სამწუხაროა, რომ დიდი ბრიტანეთის ამხელა ტელევიზია აი ასე შეირწყვინა თავი, როგორც შეერთებულ შტატებთან მიმართებით და ბოდიშების მოხდა მოუწია და ახლაც იგივეს გაკეთება მაღალი ალბათობით მოუწევს ქართული ხალხის და ჩვენი საზოგადოების. ბატონ დავით, სუსის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ორი მუხლით არის ძიება დაწყებული, მათ შორის ერთ-ერთი არის 319, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობთ. შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ იყო მსგავსი ქმედებები, მაგალითად იმ არასამთავრობო სექტორის მხრიდან, ვინც საუბრობს ამაზე, თუნდაც BBC-სთან. ხო ცალსახაა, რომ ტყუილები იქნა საქართველოსდან მიტოვებული ბრიტანული ტელეკომპანიისთვის. სრული სიცრუე და მტკნარი სიცრუე, ეს კარგად ვიცის ჩვენმა საზოგადოებამ, ამიტომაც ბუნებრივია ხა სახელმწიფო სოფტკების სამსახური ცდილობს ორივე მიმართულებით შესაბამისი კონკრეტული პასუხი იქონიოს. ერთი ეს აბსოლუტურად გამაოგნებელი და სიცრუისგან გაჯერებული შინაარსის რაღაც განცხადება, რაც გაკეთდა BBC-ზე და მას ამ მიმართულებითაც მედის ბუნებრივია საგამოძიებო პროცედურა და მეორე შეგნებულად საკუთარი სამშობლოსთვის მისი რეპუტაციისთვის ზირის გამოთხრა, ტყუილების გავრცელება და ამ მიმართულებითაც მედის გამოძიება, იმიტომ რომ ძალიან გვაინტერესებს ბუნებრივია ყველას რა მაიძულა ეს ადამიანები, რომელმაც სიცრუე და ტყუილი გაავრცელეს სოფლიოში, ეს გაეკეთებინათ, იყო ეს კონკრეტული დავალება ამ კონკრეტულ ქართველ ენჯეოშნიკებთან მიმართებით, ამაში ფული აიღეს, არ ვიცი მე, ღამეს სიზმრად ნახეს ეს ყველაფერი თუ რა მოხდა, რატო გაკეთდა ეს, რომ ნუ აი სისულელებს, გავს სისულელეს, რომ ვერ დააბრალებ ადამიანს იქნება ეს სახელმწიფოს თუ სპეცსამსახურებს. აი ესეთ ნაბიჯზე გავიდნენ და ხშირად დღეს მე ბევრი ხუმრობაც მოვისმინე, რომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი კი არა, რა ვიცი მე, შუბებით და არბალეტებით დარბოდნენ კიდე თურმე ჩვენი სპეცსამსახურის წარმომადგენლები ისინი უბრალოდ ვერ შეამჩნიეს მაშინ ვერც ადგილობრივმა რადიკალებმა და ვერც BBC-ს გამომძიებელმა ჟურნალისტებმა და კიდე ემიდან რა ქვია ცეცხლით მოკიდებულ ებს უშენდნენ ლოდებს უშენდნენ თაწმინდიდან სპეცსამსახურები აგენტებს. აი ამ მსგავსი სისულელეს და მსგავსი უდონო ზღვარს გადასულ რაღაცა მცდელობასთან გვაქვს რეპუტაციის შელახვისა ჩვენი საზოგადოების, რასაც აუცილებლად გაეცემა სათანადო პასუხი. კი ბატონო, ბუნებრივია გვერდს ვერ აუვლით დღეს მაგალითად ალეკო ელისაშვილის თემას. რა შეიძლება როგორ ფიქრობთ ყოფილიყო პოლიტიკოსის мотиваცია? ძალიან მარტივია აქ ამ ფორმულის ამოხსნა ნატა, თითქოს როგორი რთულიც არ უნდა ჩანდეს გარედან. ეს არის პირდაპირი შედეგი იმ პოლიტიკისა, რასაც ახორციელებდნენ და ახორციელებენ დღეს ევროჩინოსნები, კონკრეტული რადიკალებისთვის დავალების მიმცემები, იქნება ეს ევროკავშირის ელჩი თუ ასე შემდეგ. არ გამიჯვნა, არ დაგმობა ძალადობის მოლოტოვის კოქტეილის როლის რომანტიზება, ძალადობის ცდელობა, ძალადობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში გაიყვანო და საზოგადოება ამით მოატყუა. აი ამ ყველაფრის შედეგია ის, რაც გააკეთა ალეკო ელისაშვილმა და ასევე იმ დაგროვილი ფიასკოს მუდმივი მარცხის, რომელიც მას გააჩნია როგორც არ შემდგარ პოლიტიკოს და საბოლოოდ იმ გზაზე მდგომს, რომელსაც ნამდვილად არ სურს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერება და წინსვლა, აი ამ ბოღმამ მათ შორის გააკეთებინა როგორც ჩანს ელისაშვილს ეს ყველაფერი
და პლუს რა თქმა უნდა ნათელია რომ ქმედებაში შეინიშნება ტერორისტული აქტის ნიშნები. ეს ყველაფერი ერთად მეტყველებს იმას რომ ძალადობის არ დაგმობა, ანუ იგივე წახალისება ევროპის და სხვა ძალების მხრიდან რადიკალებზე და ის სავალალო მოცემულობა რაც მათ პოლიტიკურად გააჩნიათ, არანაირი გასახანი რო ქართველმა მომრჩეველმა მათ არ მიცათ, რადიკალებს არ მიცათ. ეს არის რეალური შედეგი. კი ბატონო, აი რადიკალების წახალისება და ზოგადად ორმაგი სტანდარტი ევრობიუროკრატების მხრიდან უკვე სახეზია ნათოდ. პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამოაქვეყნა პოსტი თუ როგორ განიცდიდა საქართველოს ხელისუფლება ზეწოლას უკრაინის მხრიდან მას შემდეგ რაც დაიწყო ომი. როგორ იმოქმედებს სამშვიდობო პროცესი, როგორ ფიქრობთ საქართველოზე? შეამცირებს, გაზრდის თუ სულ სხვა სახეს მიიღებს ზეწოლას? აი ჩვენ ერთი წამით მაინც რო წარმოვიდგინოთ ნატა რომ აი ეს უკრაინული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ოპერაცია სააკაშვილის კონტეინერით შემოპარვისა საქართველოში წარმატებით დასრულებულიყო და 2022 წელს ან ყოლოდა ეს აგენტურული რევანშისტული ხელისუფლება ან დაცულად არ ყოფილიყო ეს მაგრამ სხვა ხელისუფლება ყოფილიყო ვინც ისე პატრიოტულად არ დადგებოდა ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე და სუვერენიტეტს კბილებით არ დაიცავდა როგორც ეს გააკეთა ქართულმა ოცნებამ და დღეს რეალურად რა დღეში იქნებოდა ჩვენი ქვეყანა ხო ჩვენი სამშობლო ქართული ხალხი ძალიან დიდი კითხვის ნიშანია ამ ყველაფერთან მით უმეტეს აი 28 პუნქტს თუ ჩახედავ რას თავაზობენ დღეს უკრაინას ომის ამ რამდენიმე წლიანი ომის ფონზე პრაქტიკულად ჩვენს შემთხვევაში არაფერიც არ იქნებოდა იქ ჩასაწერი იმიტომ რომ ეს ქვეყანა იარსებებდა თუ არ იარსებებდა ომის პირობებში კარგად მოგეხსენება თქვენ ძალიან დიდი კითხვის ნიშანი ანუ რომ დაგვეჯერებინა აქაური ჩვენი რადიკალი აქტივისტებისთვის ბომბების წვიმა რო სურდათ თავზე რომ დაგვეჯერებინა დიპლომატებისთვის კონკრეტული ვინც გვიკიჟინებდნენ სანქციების დაწესებას კონკრეტული ჩინოვნიკებისთვის ვინც გვიკიჟინებდა მეორე ფრონტის გახსნას დღეს საქართველოს ძალიან დიდი ალბათობით იმ ფორმაში ყოველ შემთხვევაში რაც დღეს არის ნამდვილად აღარ იარსებებდა ამიტომაც არის პარლამენტის თავმჯდომარის ეს წიაღსვლა სტატუსში ნათქვამი და აბსოლუტურად ვეთანხმებით ჩვენც იმ თვალსაზრისით, რა თვალსაზრისით მოგახსენებთ, იმიტომ რომ თუ არა ქართული ოცნება, თუ არა ჩვენი გაძლება, ესე გეტყვით, ჩვენ გაუძელით ძალიან დიდ ზეწოლას ნატა. ძალიან დიდ ზეწოლებს გაუძელით და ეს ჩვენ რო არ შეგძლებოდა და ვერ შეგძლებოდა, დღეს დიდი უბედურება იქნებოდა საქართველოში რა. ეს არის სიმართლე და ეს არის ის რასაც დაინახავდა ყველა, მაგრამ იმის იქით უკვე ალბათ არაფერი აღარ იქნებოდა ამ ომს ჩვენი ქვეყანა ფიზიკურად აღარ გაუძლებს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ეთერში დავით მაკრთიკაშვილი